უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთით არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირების გეგმა მიიღო. პოროშენკო მიიჩნევს, რომ ამ გეგმის წარმატებით რეალიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ოფიციალური უკრაინის სამშვიდობო გეგმას არ ენდობა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი. პრორუსი სეპარატისტებისგან განსხვავებით მას მხარს დასავლეთი და ევროკავშირი უჭერენ. Სამხრივად შვიდდღიანი ზავი პეტრე პოროშენკომ დონეცკის ოლქში ეროვნული არმიის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბში გამოაცხადა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა სამშვიდობო გეგმის განხორციელების მიზნით სამხედროების საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა. ამბოხებულებს კი იარაღის დასაყრელად ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ კი ლიკვიდაციით დაემუქრა. ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს 22 საათიდან ამოქმედა. პეტრე პოროშენკომ უკრაინელ ჯარისკაცებს თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლის გახსნის ნებართვა მისცა. ცეცხლის შეწყვეტა გულისხმობს ისეთ სიტუაციას, როცა ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიაზე არ მოხდება თავდასხმა. თუ თავდასხმები გაგრძელდება და ზავს დაარღვევენ, მაშინ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს დამატებითი ნებართვის გარეშე საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება აქვთ. ამბოხებულები თავის მხრივ იარაღის დაყრას არ აპირებენ და პოროშენკოს მიერ გამოცხადებული ერთკვირიანი ვადის ძალების გადასაჯგუფებლად გამოყენებას გეგმავენ. ქალაქ ლუგანსკის პრორუსი ამბოხებულების ლიდერი ვალერი ბოლოტოვი აცხადებს, რომ პოროშენკოს რეგიონში როგორც არჩეულ პრეზიდენტს არ ახიარებენ. ჩვენ არ მონაწილეობდით არჩევნებში, ამიტომაც იგი არ არის ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გვაქვს, სადაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაიმართა. ამიტომაც წარმოდგენა არ მაქვს, თუ რის გაკეთებას აპირებს აქ პოროშენკო. არავინ დააყრის იარაღს, სანამ ჯარი უკან არ დაიხევს. პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას არ ენდობა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშლინი. იგი ბევრ პირობას დებს, სხვადასხვა საჯარო განცხადებას აკეთებს, მაგრამ რეალურად არაფერს ასრულებს. მან უკვე ისაუბრა სამშვიდობო გეგმაზე, ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებაც განაცხადა, მაგრამ როგორც ნახეთ, მეორე დღესვე ქალებითა და ბავშვებით სავსე ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს. დღეს დონბასის ეგრეთ წოდებული სახალხო რაზმის მებრძოლებმა თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ერთგულება შეჰფიცეს. ფიცის დადებისაზეიმო ცერემონია დონეცკის ცენტრში ლენინის მოედანზე გაიმართა. ეგრეთ წოდებული სახალხო გუბერნატორი პაվել გუბარიოვი, რომელმაც პირველმა დადო ფიცი, პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას უარყოფს. დღეს სამხედრო ფიცი დავდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბოხებულები უკვე არმია გახდა და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა სამშობლო ფაშიზმისგან დავიცვათ. ეს გეგმა უტოპიურია. იგი არ ითვალისწინებს დონბასელი ხალხის სურვილს, რომელიც მათ რეფერენდუმზე გამოხატეს. ამ გეგმის თანახმად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებლად მიმაჩნია. პრორუსი სეპარატისტებისგან განსხვავებით, პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერა დასავლეთმა და ევროკავშირმა გამოუცხადეს.